შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი იწყება, პირდაპირ ეთერში ურთავთ უწყებას. მოგესალმებით. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს. გუშინ სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 34 პირი, რომელთა დიდი ნაწილი მსხვილი ნარკორეალიზატორია. ნაწილს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა შენახვა ედება ბრალად. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩრეკისას მიმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის ფენტალინი, ჰეროინი, მეტადონი, სუბოქსინი, მარიხუანა და სხვა. საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიმტკიცებად ამოღებულია დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები. ასევე სავარაუდოდ ნარკოტიკების უკანონოდ რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. გამოძიებით გინდება, რომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირები ნარკოტიკების გავრცელებისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ. მათ შორის ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ეგრეთ წოდებული ხელიდან ხელში და დადების მეთოდით ახდენდნენ. დანაშაული 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. შესაბამისად, პოლიცია კვლავ ინტენსიურად განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი ღონისძიებების გატარებას. ჩვენი უწყება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად კვლავ მიაწვდის. დიდი მადლობა. ეს იყო პირდაპირი ჩართვა შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ვუსმენდით ალექსანდრე დარახველიძეს.